რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ფინანსური ხელმისაწვდომობა კონკრეტულად შეიძლება გაიზომოს დაახლოებით 8-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც არის ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგი, ასევე უპრეცედენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული, მათ შორის ჰქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, ასევე რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34500-ზე მეტი აბი მეთადონი, რაც ასევე უპრეცედენტო რაოდენობა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ბუნებრივია ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. რაც შეეხება ზოგადად კრიმინოგენულ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი და ეს არის მთავარი ინდიკატორი ბუნებრივია იმ საქმიანობის, რომელსაც მთავრობა და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 30% არის შემცირებული თაღლითობა, 17% არის შემცირებული ყაჩაღობა, 34% არის შემცირებული გამოცალვა. რა თქმა უნდა, ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რომელიც მიღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით.